სალამია. შვენიერი ვიდეო. ჩვენ ვიწყებთ ახალ ციკლს. გამარჯობა და გამარჯობა ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ვინც ჩანაწერში ნახავს ჩვენს ვიდეოს. გადავწყვიტეთ, რომ თვეში ერთხელ იამელ მიშვილთან ერთად ლაივში, ისე რომ თქვენ კითხვებზე პასუხებით შევძლოთ, გავაკეთოთ ესეთი თვის მომხილვა. რანაირად გამოვა, არ ვიცი, იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირა ესეთი ბობოქარი იყო მოვლენებით, რომ თვის სიღრმეში შეიძლება ვერც ჩავიდეთ. გამარჯობა და სიტყვა შენ. გამარჯობა თორნიკე, მივესალმებ მაყურებელს. ვიდეოს იმის თხოვნას მეც გავიზიარებ, გამოიწერეთ არხი, ხარი დაუჭირეთ თორნიკეს იმაში, რასაც აკეთებს, ძალიან დიდ და კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. დავიწყოთ მოკლედ ეს პირველი ეს ჩვენი ციკლი თვის შეჯამების, მაგრამ რა ვიცი მართლა როგორც შენ თქვი, უბრალოდ ერთი დღის შეჯამებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ 1 საათი ისაუბრო, აი თუნდაც ის რაც დღეს მოხდა მაგალითად, ხო, იქნება ეს შავ ზღვაში ტანკერების სანქცირებული ფლოტის ტანკერების აფეთქება, არ ვიცით რა მოხდა ზუსტად, თუმცა ტანკერები დაიწვა, ასევე იერმაკის გადადგომა, რაც ძალიან დიდი ამბავია, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, იქ რაღაცა ევროკავშირთან ურთიერთობის, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით და სხვა. კიდევ ერთ იმას დავამატებდი, რომ გუშინ ამერიკაში მადლიერების დღე იყო, ტრამპმა ეს დღე მისცა ზელენსკის როგორც ისეთი პირველადი თავდაპირველი ვადა იმისთვის, რომ ხელი მოეწერა 68 პუნქტზე და ნუ როგორც ხედავთ, ეს ვადა კიდევ ერთხელ გადავადა და ახლა არ ვიცით არსებობს თუ არა რამე მსგავსი ვადა. მე ერთი გამოცდილება შევიძინე, ესეთი რომ აი შენ ჩამოთვალე მთელი რიგი საინფორმაციო რაღაცა ესენი. არავითარ შემთხვევაში პირველ მაშინვე ხელახალ რეაქცია არ უნდა მისცე, იმიტომ რომ ისე უცბად იცვლება სიტუაცია, წამოუგომა რომ რაღაცა დაცდა არის საჭირო რა, აი თუნდაც ის 28 პუნქტიანი გეგმა იმდენარი თეორია, იმდენარი ის იყო რა ქვია, ინტერპრეტაცია, ვისი ვისი შეგდებულია, ვისი ეს არის რა ქვია, რეალურად ვისი გაკეთებულია. ამიტომ რაღაცნაირად ძალიან ძნელია ემოციურად, მაგრამ შევეცადოთ ფაქტებით გავსაზღვროთ და ფაქტი ის არის, რომ ფაქტი არის იერმაკის გადადგომა ნამდვილად, ხო? ფაქტი არის აი 19 პუნქტიანი მივიღეთ რაღაცა, რომელიც არ ვიცით. შენ გაქვს რამე წყარო კონკრეტულად რა წერია 19 პუნქტში. ამიტომ შეშინებულები ვართ და ის 19 პუნქტსაც ვერ ვენდობით, ხო, არ ვიცი. როგორც ჩანს ძალიან ახლოს ცდილობს რუბიო ყოველ შემთხვევაში გაკონტროლებას იმისა, რა გამოვა და რა არ გამოყო. ეს არის შეფასება კეთდება ესეთი, რომ იმდენად უფრთხილდება იმას, რა პროგრესიც აქამდე ქონდა იმ თავდაპირველ გეგმის შეცვლისა, რომ არ უნდა რაღაცამ საფრთხეში ჩააგდოს ეს და ერთ-ერთი მოსაზრება არის ეს, რომ რუბიო უბრალოდ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს 19 პუნქტიდან არაფერმა არ გაჟონოს და აქამდე არც გაუჟონოს. რაღაცები ვიცით ახლა მაგალითად რომ 600,000-ის მაგივრად 800,000 ჯარისკაცი ჩაიწერა ამ გეგმაში სუვერენიტეტის გამყარება, არაღიარება ოკუპირებული ტერიტორიების და რა ვიცი, რაღაცები იქნა ამოღებული, როგორც ამბობენ, ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ნანახი აქვთ, მაგრამ არ ვიცი, ვის აქვს ნანახი, არ ვიცი. სხვანაირად მინდა კითხო, იცი რა, აი ამ შეთანხმებას, რომელსაც უკრაინა და შეერთებული შტატები ცდილობენ ერთმანეთში დაამყაროთ. საბოლოო ჯამში უცნაური რამეა, ხო? ეხლა რო ვკითხო გულწრფელს მე ჯერ რაღაცაა რომ რუსეთი ხელს არ მოაწეს ომის შეწყვეტა არ აწყობთ. და თუ ეს ესეა, მაშინ რაღაცა ირჯებიან და რა შეთანხმებას თავაზობენ, როდის დადგება ის მომენტი, როდესაც გაირკვევა, რომ ეს არ არის შეთანხმება დის საერთოდ. ძალიან კარგი შეკითხვაა ეგ და ესეთი დასაფიქრებელი, მაგრამ სამწუხაროდ ისეთ რეალობაში ვართ, რომ აქამდე წესით უნდა ვთქვათ ან ადმინისტრაციას ან რა ვიცი ევროპელებს კი აქვთ უფრო მეტად ეს გაცნობიერებული, მაგრამ ადმინისტრაციას ყოველ შემთხვევაში უნდა გაეცნობიერებინა ის, რომ ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს ომი არ მთავრდება არის ის,
რომ პუტინს არ უნდა ამ ომის დამთავრება. ამაზე მარტივად ამას უბრალოდ ვერ ავხსნით. ანუ ომს სხვანაირად ვერ დაამთავრებ. ეს არ არის ომი, რომელიც უკრაინამ დაიწყო. ამაში არ არის ჩართული რაღაცა მესამე მხარეები რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, იბრძვიან იქ, ჩრდილოეთ კორეელები და სხვა დაქირავებული ჯარისკაცების სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოს დახმარებით თუ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ჯარისკაცები. ასე რომ ერთადერთი მხარე, რომელსაც მართლა ერთ ღამეში შეუძლია ამისი დამთავრება, არის რუსეთი. რომელმაც დაიწყო ეს ომი, რომელიც აგრძელებს ბომბას სამოქალაქო სამიზნეებისა უკრაინაში და რომელიც უარს აცხადებს დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტაზე. და ამაზე, რა ვიცი, რამდენი თვეა უკვე ვლაპარაკობთ, ხო, დაახლოებით სადღაც აპრილიდან თუ არ ვცდები, მას შემდეგ რაც მინერალების შეთანხმებას მოეწერა ხელი, მანამდეც კი უკრაინამ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა წყალში, ჰაერში და ხმელეთზე. რასაც რუსეთი არ დათანხმდა. მაშინ თავიდან გახსოვთ ალბათ იყო მარტო ენერგო ობიექტები არ უნდა დაბომბილიყო და რუსეთმა ეს თუ არ ვცდები 30 დღიანი ვადა იყო მაშინ. მაგრამ ნუ ესეც არ სრულდებოდა, რა თქმა უნდა, აგრძელებდა რუსეთი მაინც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას უკრაინაში და ამის მერე ესეც საერთოდ ჩაიხსნა. მე ვნახეთ ის, რომ მივედით საბოლოო ჯამში ალასკის სამიტამდე, რომელზეც ძალიან დიდი იმედი მყარდებოდა იმ მხრივ, რომ რა ეს პერსონალური დიპლომატია, რომელიც ტრამპის რაღაცა ესეთი პირადი ინიციატივით არა შეხვედრა, არამედ ამ დიპლომატიისთვის კიდევ ერთი ახალი რაღაცა მუხტის მიცემა იყო მისი სურვილი და ამიტომ მოიწვია პუტინი ალასკაში, შეხვდნენ ისინი და ერთადერთი სურვილი, რითაც ტრამპი შედიოდა ამ შეხვედრაზე, სანამ ვაშინგტონიდან გაფრინდებოდა და ანკორაში ჩაფრინდებოდა, მანამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე რუსეთი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდა. მაგრამ ნუ რა ვნახეთ ის, რომ სწორედ აი ამ სამიტის შემდეგ, რომელშიც ტრამპმა უდიდესი, როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით უდიდესი კაპიტალი ჩადო, პუტინმა საბოლოო ჯამში უთხრა, რომ არ აინტერესებს. მაშინ, როდესაც ვფიქრობ, რომ ყველაზე ახლოს იყო პუტინი იმასთან, რომ ტრამპი უფრო მეტად შეეძლო მაშინ დაეყოლიებინა საკუთარ პირობებზე, ვიდრე მას შემდეგ. ახლა ვხედავთ ზუსტად იგივე, მე რამდენად მეორდება ერთი და იგივე სცენარი, არ ვიცი, ეს გრძელი პასუხი გამოვიდა შენ შეკითხვაზე, მაგრამ როდის მიხვდება განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია, რომ რუსეთს არ უნდა ომის დამთავრება, ნუ არ ვიცით, იმიტომ რომ მესამე თუ მეოთხედ იგივე წრეზე მივდივართ ახლა უკვე და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს 28 პუნქტი, რომელიც ახლა უკვე, რა ვიცი, თითქმის ყველა საუბრობს, როგორც ტრამპის მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები, მედია, რა ვიცი, ევროპელები, უკრაინელები, და თავად რუსებიც, რომ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე იყო დაწერილი ეს 28 პუნქტი და არა იმისთვის, რომ უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს. ხო და რა ვიცი, როდის მივალთ იმ ეტაპამდე, რომ ვიღაცამ ტრამპმა ვიღაცამ არაცხადია პრეზიდენტმა ტრამპმა თვითონ უნდა თქვას, რომ ძირად რუსეთს ამ ომის დამთავრება, პუტინს ამ ომის დამთავრება არ უნდა. იმიტომ რომ ჯერ არ გრძნობს თავს ისეთ სიტუაციაში, როცა მას სჭირდება ამ ომის დამთავრება, იქნება ეს ეკონომიკურად თუ რა ვიცი და პოლიტიკურად და როდის გადაწყვეტს იმას, რომ თუ უნდა რეალურად პუტინი წამოვიდეს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაშინ მას უნდა შეექმნას ისეთი დისკომფორტი, რომელიც ახლა ამ წუთას არ აქვს. და ეხლა აქ ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი იმას, რომ ამ ჩვენს მედია პლატფორმაზე Avenue Media ბოლოს ორი საკმაოდ ისეთი ინფორმატიული ინტერვიუ ჩავწერეთ, ერთი შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან ეუთოში და ეს არის ასევე
ტრამპის მხარდამჭერი სხვათა შორის რესპუბლიკელი გუბერნატორი ვირჯინიის შტატისა ყოფილი და ასევე საკმაოდ ისე კონსერვატიული შეხედულებების მქონე თადარიგის ადმირალი მარკ მანტგომერი და ორივე დაახლოებით იგივე რაღაცას ამბობს, ორივე კიდევ ერთხელ არიან ესეთი ტრამპის უფრო მეტად მხარდამჭერები ვიდრე თქვათ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში ვიცოდით აქამდე და ორივე ამბობს იმას, რომ უბრალოდ არ გრძნობს პუტინი არანაირ საჭიროებას ამ ომის დამთავრების და ცდილობს რაღაცა მაქსიმალური მიიღოს ამ მოლაპარაკებებიდან. თუ გამოვა და დაითანხმებს ტრამპს და უკრაინას აიძულებენ იმას, რომ მოაწეროს ამ თითქმის კაპიტულაციის გეგმას ხელი, მაშინ ხო კარგი და ეს აწყობს პუტინს ძალიან და თუ არა და გააგრძელებს ომს, ჯარისკაცები უფრო მეტი ყავს ვიდრე უკრაინას, სამხედრო ინდუსტრია უფრო ძლიერი აქვს ვიდრე უკრაინას და მისი რესურსიც, რომ თქვათ, გააგრძელოს ჩრდილო კორეელების ჩამოყვანა ან სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანოს ჯარისკაცები, ამისიც უფრო დიდი აქვს ვიდრე უკრაინას. ასე რომ პუტინი ამ ეტაპზე გრძნობს, რომ დრო უფრო მის მხარეს არის ვიდრე უკრაინის ან დასავლეთის ან და მით უმეტეს ევროპის მხარეს. და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ახლა გავიგეთ, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ეს გაყინული აქტივების 300 მილიარდი დოლარი, რომელიც ახლა ბელგიის იურისდიქციის ქვეშ არის, არ აპირებს, რომ ეს თანხა რაიმე ფორმით უკრაინას გადასცეს. ანუ რა ვიცი, საბოლოო ჯამში პუტინი ძალიან კარგად ჩანს ის, რომ პუტინი მაქსიმალურად ცდილობს დასავლეთის ერთობის დარღვევას, აბსოლუტურად მიუღებელია პუტინის უკრაინის სუვერენიტეტი და ის, რომ დამოუკიდებელი და ესეთი საკუთარი ბედის მართველი იყოს უკრაინა და ვართ ახლა ამ სიტუაციაში, როცა უბრალოდ ველოდებით რას გადაწყვეტს ტრამპი ან როგორ დამთავრდება ეს ვიტკოფის შეხვედრა პუტინთან, ასევე რა გავლენა შეიძლება იქონიოს იერმაკის გადაყენებამ თუ გადადგომამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, იმიტომ რომ არმიის მთავარსარდალი ახლა კიევში აპირებს ჩასვლას, მაშინ როცა ვიტკოფი იქნება მოსკოვში, JD Vance საკმაოდ ახლო მოკავშირეა არმიის მთავარსარდალი და ის აპირებს კიევში ჩასვლას და წინაჯერზე კიევში ყოფნისას მისი ერთ-ერთი ისეთი და ზოგადად ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში იერმაკი იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ამ შეხვედრების დროს და ახლა როგორ გადალაგდება ეს უნდა დავალოდოთ და ნახოთ. ძალიან ბევრი უცნობი და უბრალოდ ვერც პროგნოზსაც ვერ გააკეთებ, გამომდინარე იქიდან იმდენად უცნაურად იცვლება სიტუაცია. პროგნოზსაც ვერ გააკეთებ და თანაც ეს ცulis ჩვენ შეიძლება გონია, მაგრამ ძალიან ცulis სურათს ერმაკის გადადგომაც, ბელგიის პოზიციაც, ევროპის ზოგადად პოზიციაც, ამიტომ მართლა ძალიან ბევრი ცვლადია მართლმსაყოფია და მე ესე გთავაზობ, ახლა მოდი ესეთი რამე გავაკეთოთ. ეს მართლა გაუთვლელია, ახლა ჩვენ არა გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ თქვათ რაღაც პირობა დავდოთ რა როგორ იქნება და მოდი ესე ვთქვათ, ვენესუელა, რომელიც ძალიან საჭიროებო მომენტია და შეიძლება ვენესუელაში მოგვარებამ გამოანთავისუფლოს აიკული ძალები რაღაც და ყურადღება. მეორე, საკვირველი დიპლომატიური სკანდალი და დაძაბვა იაპონიასა და ჩინეთს შორის, როდესაც იაპონიაში ჩინელი დიპლომატი ამბობს, რომ თავი უნდა მოაჭრაო მისთვის იმას იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ეს არ ვიცი, რაღაც უპრეცედენტო მომენტია და რამდენად აქვს შენ ინფორმაცია როგორ იქნება ეს სიტუაცია და ბოლოს რაღაცა კეთილად რომ დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, როგორც უკაცრავად, მაგრამ ხარვეზები ცოტა Thanksgiving-ზე მოვყვეთ, რომ გავახაროთ ადამიანები რაღაცა ისეთი ნორმალურ თემაზე ლაპარაკით რა. და ვენესუელაში რა იცი შენ რა ხდება და ამერიკა რამდენად ვენესუელაში რამდენადაც მესმის ეს მაქსიმალური სამხედრო ზეწოლა გრძელდება
ვენესუელაზე სახმელეთო ოპერაციები როგორც ასეთი ჯერ ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს მედიაში გავრცელებული და სავარაუდოდ ალბათ არც იქნება ამას ამბობენ რომ ესეთი ამერიკელი ჯარისკაცები ვენესუელაში ალბათ არ შევლეს შესაძლოა რაღაც სამიზნეები ამოიღონ და სხვათა შორის რამდენიმეზე უკვე არის რამდენიმე სამხედრო ბაზაზე რომ რაღაც ან დივერსია მოეწყო ან აფეთქება მოხდა ხო, მადურომ ძალიან კარგად დაანახა ეგ ყველას, რომ არსაწასვლას არაპირებს ამდენი წელია. ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა, პრეზიდენტმა არჩევნები ჩაატარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ისე, რომ არჩევნების შედეგები არ გამოუქვეყნებია. ამაზე დიდი სიგნალი რაღა გვინდა სხვა, რომ არაპირებს მადურო არსაწასვლას, ხო? ოპოზიცია ამბობს, რომ 70% მიიღეს ხმებისა და ნუ ეს არ ჩანს არსად. მადურო ჯერ ისევ იმაშვება რაღაცა ვენესუელას ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ ისევ ფიქრობს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებაზე, ანუ უარი არ უთქვამთ, მაგრამ არც ზუსტი შედეგები ვიცით. ან მადურო წასვლას რა თქმა უნდა არაპირებს, ეს ხო არ არის მხოლოდ პრეზიდენტობა ადამიანისთვის, რასაც ძალიან ხშირად დასავლური დემოკრატიების შემთხვევაში ვნახავთ ხოლმე, ხო? აი არ ვიცი, მაგალითად ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი აიღე ტომას ილვესი, ხო? რა ვიცი. ადამიანი რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყანა ევროკავშირში და ნატოში შეიყვანა, ანუ ის იყო პრეზიდენტი, როცა ეს მოხდა. როცა ვადა ამოეწურა და ხალხმა აღარ აერჩია, არც ვიცი ისე სხვათა შორის აღარ აერჩია თუ აღარ ეკუთვნოდა ვადა. უბრალოდ წავიდა და თავისთვის ცხოვრობს, რა ვიცი, ესტონეთის რაღაცა სადღაც მთიან ნაწილში და იქიდან რა ვიცი აკეთებს კომენტარებს, ისევ აგრძელებს ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ის არა აქვს, რომ რა ვიცი, მაინც და მაინც სათავეში უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ ფული არ მისდევს ამ ყველაფერს და მისი კეთილდღეობა არ არის დამოკიდებული იმაზე, დარჩება თუ არა პრეზიდენტად. ციხეში არავინ დაიჭერს მას და ამისი შიში არ აქვს, მაგრამ აი სხვა ყველა ეს ავტორიტარები ვისეთ საუბარი გვაქვს, რა ვიცი, მადურო იქნება ესა პუტინი იქნება თუ რა ვიცი, ნებისმიერი სხვა და შეგვიძლია კიდე გადმოვინაცვლოთ და თქვათ დასავლეთისკენ წამოვიდეთ ევროპული არაერთი ქვეყანაც დაახლოებით მსგავსი მის ქვეშ არის ახლა რაღაცა ტენდენციის, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ლიდერი, რომელიც ახლა მართავს ქვეყანას, თანამდებობას ტოვებს, არა მხოლოდ თანამდებობას და ძალაუფლებას, რაც ძალიან როგორც ჩანს ძალიან მიმზიდველია ადამიანებისთვის, ასევე კარგავს ფულს, მისი ოჯახი კარგავს ფულს, ესენი კარგავენ შემოსავალს და სამაგიეროდ ხდებიან სამიზნეები ამ რაღაცა დემოკრატიული გამოძიებების შესაძლოა ვიღაცა ციხეში დაიჭირონ, ავიცი, ძალიან კარგად გვახსოვს რა ხდება იმაზე, ხო? სარკოზის შემთხვევაში. განსხვავებული სიტუაცია და ალბათ არ ღირს მაგ თემაზე გადასვლა, მაგრამ დავინახეთ ის, რომ იმის გამო, რომ ადამიანი იყო, თქვათ, ქეში არ ქონდა სახლში შეახული და ოქროს ზოდები მაგალითად, მაგრამ სამაგიეროდ ლიბიის დიქტატორისგან დამტკიცდა, რომ მიღებული ქონდა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებელი თანხა, რაც არის დანაშაული განმსხვავებელ. ამის გამო გაასამართლეს ახლა კი იმაზე არა ქვია შიდა პატიმრობა აქვს თუ არ ვცდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედეგები მოყვება რაღაცა იმას, როცა გადაცდომა გაქვს, როცა გაქვს კორუფცია და მით უმეტეს თუ მადურო შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია მას ადანაშაულებს იმაში, რომ ის არის ნარკო ბიზნესის ხელმძღვანელი. და ეს ახლა რო წარმოვიდგინოთ, რომ როგორი სტრუქტურა შეიძლება, როგორი ურთიერთდამოკიდებულებები შეიძლება იყოს ამაზე გამაბმული, ეს მარტო მადურო და მისი ოჯახი არ იქნება, აქ იქნება ჩართული ალბათ უამრავი კრიმინალური დაჯგუფება, ნაწილი მათგანი, რა ვიცი, გასამხედროებული, ნაწილი ძალიან ტექნოლოგიურად დაწინაურებული, შეიარაღებული და ასე შემდეგ და ამ ყველა მოთამაშეს რაღაცა თავისი ძალა და ინტერესი აქვს იმაში, რომ მადურო დარჩეს ძალაუფლებაში. ხო და არ ვიცი, უნდა შევხედოთ
დაველოდოთ სამწუხაროდ როგორც ყოველთვის და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები, მაგრამ მე მართალი კითხრა არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ვენესუელაში რაღაცა კიდევ ერთხელ სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ჩატარდეს და ეს ოღონდ ამაში არ გულისხმობ ვთქვათ სპეცდანიშნულების რაზმების ან სადაზვერვო სამსახურების საქმიანობას სამხრეთ ამერიკაში და სამხრეთ ცენტრალურ ამერიკაში საკმაოდ ესეთი აქტიურად მუშაობდა ამერიკის დაზვერვა ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩავარდნილი ოპერაციებით გვახსოვს ეს საქმიანობა მაგრამ ნუ არ უნდა გამოვრიცხოთ ისაც რომ შესაძლოა ვენესუელაშიც მიმდინარეობდეს რაღაცა ფორმის ესეთი სადაზვერვო მიმართულებით რაღაცა თქვათ არ ვიცი გავლენის ოპერაციები იქნება ეს თუ ზეწოლის ოპერაციები მადუროზე. ნებისმიერი შედეგი გარდა მადუროს მოშორებისა უკვე ამერიკის წაგებათ ასე ვთქვათ ამერიკის დამარცხებად ჩაითვალა ამიტომ რაღაცა მიიყვანოს ადმინისტრაციამ ბოლომდე დისკრედიტაცია მოხდა. ხო და ალბათ რა ვიცი ალბათ ამ შემთხვევაში ტრამპის მხარეს უფრო დრო ვიდრე მადუროს მხარეს ანუ ტრამპ შეუძლია ის თქვათ ხმელთაშუა ზღვაში არ გახდა ისევ საჭირო ჯერალდ ფორდის გადაყვანა შეუძლია ის დატოვოს იქ იმიტომ რომ ის ავიამზიდი ყოველთვის წყალშია და აქ იქნება წყალში თუ იქ იქნება წყალში ტრამპისთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს და შესაძლოა ეს სამხედრო ზეწოლა უბრალოდ გაგრძელდეს და შესაძლოა ასევე ვთქვათ ნარკოტიკების გადაზიდვით თუ მართლა ამხელა შემოსავალს იღებს მადურო როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს მაშინ შესაძლოა ამ უბრალოდ შემოსავლის წყაროს ჩაკეტვამ იქონიოს იგივე გავლენა რაც ვთქვათ რასაც ტრამპს სთხოვენ რომ რუსეთზე გააკეთოს სანქციების საშუალებით. რაღაცა ერთგვარი სანქციების დაწესებაა ფაქტიურად ეს მადუროსთვის. ნებისმიერი ანტაგონისტურად განწყობილი დასავლეთის მიმართ და ამერიკის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ქვეყანა სახელმწიფო ჯგუფი, რა ვიცი, ქვეყნების ჯგუფი მაქსიმალურად ცდილობს ამ ეტაპზე მგონი მოსინჯოს სად არის წითელი ხაზები, სადამდე შეიძლება როგორც ინგლისურად იტყვიან to push the envelope სადამდე შეიძლება მიწოლა სანამ გატყდება ან გაწყდება რაღაცა და ვფიქრობ ყველა ამას აკეთებს და ალბათ რა ვიცი არც გასაკვირია არც მოულოდნელია და არც ახალია ის რომ ჩინეთსა და იაპონიას შორის რაღაცა დაძაბულობამ შეიძლება მოიმატოს მით უმეტეს იმის შემდეგ ახლა რაც ტრამპს ძალიან წარმატებული შეხვედრა ჰქონდა იაპონიაში რაღაცა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს ძალიან ხშირად აქებს ხოლმე და შესაძლოა ესაც რაღაცა ჩინეთის მხრიდან იწვევს იმას რომ რაღაცა გადაბალანსების სურვილია ჩინეთის მხრიდან რომ ტრამპს აჩვენოს ის რომ ძალიან ახლოსაც არ უნდა მივიდეს ამ რეგიონში. ძალიან საინტერესო ხანას შევდივართ მართლა როცა ერთი თვე კი არა და ერთი კვირა კი არა ერთი დღის განმავლობაში გლობალურად ისეთი მოვლენები მიმდინარეობს რომ უბრალოდ ერთი წუთით არ ღირს არ უნდა მოდუნდე იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ისეთი დიდი გამოგეპაროს რამაც მერე სხვა დიდ მოვლენებზე იქონიოს გავლენა და ამიტომ რა ვიცი ეს ჩვენი რეგიონიც რაღაცა ისე ვერ მისდევს ბოლომდე, ან უბრალოდ რეგიონი კი მისდევს, მაგრამ ეს რაღაცა საქართველოდან არ ჩანს ის, რომ ყველაფერს ისევ აკვირდებით, როგორც საჭიროა. და რაც ქვეყნისთვის იქნება საბოლოო ჯამში უკიდურესად მნიშვნელოვანი. ესეთი ტრადიცია ესეთი დარწმუნებული ვარ ბევრმა ადამიანმა ვინც გვიყურებს იცის ამის შესახებ მაგრამ ტრადიცია ესეთი სხვათა შორის აღარ მახსოვს რა დროიდან რომელმა პრეზიდენტმა დააწესა ეს მაგრამ თავდაპირველად არ ყოფილა ესე უბრალოდ რაღაცა პერიოდის მერე დაიწყო ერთი თეთრი და როგორც წესი ესე რაღაც ძირითადად მგონი ესეთ სხვადასხვა ფერის სხვადასხვა ტიპის ინდაურები არის ხოლმე და ძალიან ესე სიმბოლურად პრეზიდენტი იწყალებს ამ ჩიტებს და უშვებს თეთრი სახლის იმაში რა ქვია ეზოშტეიქი და მე ის ინდაურები სად მიდიან სად მიყავ და მართლა შეწყალებულები არიან სად მიდიან ხო მაგრამ რაღაცა მგონი მაგაზე უნდა მაგაზე რაღაცა იყო მგონი შეწყალებული ინდაურების ფერმა სადღაც ახლოს
ვაშინგტონთან და მგონი არის ეხა გამახსენდა ცალკე არის მაგათ ბევრი არიან უკვე ხო და იქ ესე ბედნიერად ცხოვრობენ პენსიაში გასული ინდაურები და ეს არის ერთ-ერთი ამ ჩემი აზრით ამერიკელებისთვის როგორც ერისთვის 4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღე და მადლიერების დღე არის ფაქტიურად ორი ყველაზე თბილი და ყველაზე კარგი დღესასწაული გამომდინარე იქიდან რომ მას არ აქვს არც რელიგიური, არც ეთნიკური, არც არანაირი ხო სხვა საფუძველი გარდა იმისა რომ დაფასდეს ვთქვათ ერთ შემთხვევაში 4 ივლისის შემთხვევაში დამოუკიდებლობის აღიარება თუ ამერიკის დამოუკიდებლობა და მეორე შემთხვევაში ესეც ბოლო პერიოდში პოლიტიკური თემა გახდა ეს რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ ესე ამერიკის კონტინენტმა აბორიგენმა ამერიკელებმა მოსული ამერიკელები თუ ახალი ამერიკელები ძალიან თბილად და კარგად მიიღეს. საბოლოო ჯამში მაინც მაგას უკავშირდება, როგორ დახვდნენ ადგილობრივი ამერიკელები, როგორ დავარქვათ, ინდიელები, თუმცა რაღაცა ესაც ისეთი პოლიტიკურ თემად იქცა ბოლო პერიოდში, მაგრამ ის თემები, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობდნენ როგორ დახვდნენ პილიგრიმებს, რომლებიც ჩამოვიდნენ და ცდილობდნენ ამერიკაში როგორც დასახლებას, ასევე რელიგიის გავრცელებას. ამას უკავშირდება საბოლოო ჯამში Thanksgiving მადლიერების დღე, იმიტომ რომ მადლიერებას გამოხატავდნენ ისინი ერთმანეთის მიმართ და გამომდინარე იქიდან რომ ამერიკაში განსაკუთრებით იმ შტატებში თუ იმ ტერიტორიებზე, სადაც მაშინ ხდებოდა ეს ყოველწლიური ზეიმი, ძალიან ბევრი გარეული ინდაური ცხოვრობდა. ალბათ ამიტომაც არის ინდაური და არ არის თქვათ არ ვიცი რაღაცა სხვა ცხოველი ან სხვა ფრინველი რომელიც ფიგურებს პირველი გადაცემა იყო აუცილებლად ტექნიკურ ხარისხსაც მივხედავთ მე მინდა მოგიწოდოთ რომ აუცილებლად ვისაც გაინტერესებთ ამერიკა ვინც იცით ინგლისური აუცილებლად ნახეთ Independence Avenue Media რომელსაც ია მეურვიშვილი და მისი კოლეგები წარმართავენ და იქ მართლა ძალიან ბევრი კომპეტენტური და საინტერესო აზრის გაგება შეიძლება და შეიძლება თვალი ბევრ რამეზე იაზრუნებთ მათთან ერთად. ეს გააკეთეთ და ჩვენ კი შევეცდებით თვის ყოველთვის ბოლო პარასკევს უფრო თრის მიმოხილვა გავაკეთოთ ვიდრე ბოლო დღეების. აი ნახოთ როგორ მოგცემს თუ არა. იმედია გვექნება მაგის საშუალება. ხო, თვეში სამი თემა ავეყოთ. დიდი მადლობა იას, დიდი მადლობა თქვენს ყველას და მოგწერეთ თქვენი კითხვები და გავიხსენებთ. დროებით, მადლობა. დარიო რადიო, მუდამ კარგი დარია.